გაუმარჯოს ხალხო საღამო მშვიდობის გადი ბუზუგარი გადი ისევ სახში ვარ ისევ აქ ვარ ისევ მცხელა და ისევ და მივდივარ არა ვერავანთე ის ჩემი სასული ფერი მოკლედ ისევ აქ ვარ, ისევ სახში ვარ, ისევ მოუსვენრად ვარ, ისევ ვარ რა. ისევ ვარ, ისევ ვარ. ისე უაზროდ მჭამე საჭმელი, საშინლად უაზროდ. ყველა აი, როგორ იცი, საჭმელი არა, ხილი. საჭმელს ვუჭამ. საჭმლის ჭამაში არის კოშმარი. იმიტომ არ მინდა. ხილი ვჭამე, საზამთრო და ყველი ვჭამე. ნესვი ვჭამე, რაღაცა ნინომ ხახვის ჩიფსებს ეძახის, რაღაცა მიყვარს ხოთა შორის ცოტა შევჭამე. ცოტა კი არა, კარგად შევჭამე. ნაყინი შევჭამე. რა ვიცი, ბევრი რამე შევჭამე. Dar. Videoma. Камера გამახსენე. დაგები რა. ესე ჩამოვდო ხელში. ვირა კაიცი. მე ის მამალი მოკალით ვინმე. აუ რა კაიცია. მე ხა ძალიან ვარ დავეყარდო ეს კაბიჩი ვიქალი. ხოდაი რა ვიცი უაზროდ დავდივარ. ვეღარ გავქაჩე და შუა პერიოდში ვიბანავე. აი ესე ვიჯექი და ასე ჩამოვდიო და იგრძნობდი რომ რავი კვდებოდი. შევვარდი ეგრევე აბანოში, ვაი მე და ფეხი რაღაცას დავატყე. ეხლა ველოდები გამოიჩთა საერცხლის მანქანა და გავფინე. მოკლედ მაცი ვარმა თქვა რომ აღარ მინდა მუშაობაო. მაი შენი რჩევები გამოითვალისწინე და ყველაფერი გავაკეთე იმისთვის რომ ჩართულიყო და არ უნდა. დაურეკეთ ხელოსანს და ხვალ ანზე შეხმიანება ლაშას ანუ ვეღარ მოვიდო და ეხლა რა გვიან დაურეკეთ ჩვენს. მეგონა რომ ამოისუნთქევდა და მაცი ვარი, მაგრამ არა. ანუ საყინულე მუშაობს, ზედამხარი არ მუშაობს. ChatGPT-მ რაღაცა პროპელერივით თუ რაღაც რომელიც საყინულედან ზემოთ უნდა ასტყორცნოს ცივი ჰაერი, ეგ იქნება გაფრჩებული. ხო და ნინოს ვკითხე ჩემს უფროს, კაი ხელოსნები იცის ბაკან, იმიტომ რომ მათ ციბრები აკოხრათ. ჩემს ეგრეთ წოდებულ უფროს ჩემი დაეწოსა. ჩამიგდო ეგრევე საცხენელია. აქვე ემეოზობელ სოფელში. მეძინება, არ მეძინება, მცხელა, არა მცხელა, მცივა, არა მცივა. აღარ შემიძლია ხალხო. წავადებ ეხლა იმას. ესე უნდა დავიწყო ხოლმე ვიდეო, დღეს ხო 2-ია. აი ხვალ მაგალითად ხო 3 იქნება და 3 აგვისტო, ისევ სახში ვარ. 4 აგვისტო, ესე იგი არც ერთი შვილი არ მიმიყვანია 3-დან, არც ერთი არ მისულა ბოლომდე. ამ სიცხეში ამან გადაწყვიტა რომ ბოლომდე იჯდეს. ანუ 3 კვირა დააკლდა ყველას იმ კონკრეტული რიცხვამდე, რასაც ეხლა გინ მამალს მოკლა. რასაც იმას ის ამბობდა, ეხოდა იქი. ამან გადაწყვიტა იჯდეს ბოლომდე. ეხლა გაგალისა თუ გაშპაკლა რაღაცები რა მეც ვერაფერს ვერ იზავდე, უნდა გაშრეს რომ გაშკურყოს და ხალიფით წაუსვას და
წავიდა სტუმრად, სადაც მეც ვიყავ მიპატიჟებული, მან მეუთხარი. არ შემიძლია. არ დავილაპარაკოთ სადმე წასვლაზე, არც სადმე მოსვლაზე. ზოგადად არაფერზე. გამერიდეთ. ძალიან საშიში ვარ დედასკებიცეთ უკვე. გარეთაც რო ვზივარ, აი იმდენად მოუსვენრობა მჭირს, რომ აი ხო ფიზიკურად ვარ იქ. ისი ასტრალში ვარ გასული. კიდე კაი ნანი აქ არის და აკეთებს რაღაცას. თუმცა ესე ვიჯდეთ რამე არ გავაკეთო, არ შემიძლია წეღანან აი წყალი მოდის, ღმერთო მადლობა რომ წყალი მოდის, ოღონდ მართლა, იმიტომ რომ ის დავრეცხე, ის იატაკები გამოუწმინდე, ოღონდ იმიტომ კი არა რომ აი ვალდებული, აი რაღაცა სხვა ვერ გაგნანი დამდე და მოდი მე გავაკეთე, არა, აი მინდა მევთხარ, ეს უაზროდ რომ ვზივარ, უარესად მეშლება ნერვები, თან მცხელა და ესე რომ წმენდავდი იქ სველზე, რაც დაცხა, რაც ზაფხული დაიწყო, მე არც ნასკენს მია, მით უმეტეს იცით ჩემი და ნასკის ურთიერთობა და არც ფლოსტები, არც ტიტველი ფეხით დავდივარ. ამ სველზე მსიამოვნებდა. ის წყალი რო ის შხაპშხუპ მესხმეოდა და მსიამოვნებდა. ხო, ფეხის ტკიბილი არ ვიცი საწავიდა. გაქრა. კაი ხანია გაქრა, უბრალოდ როცა მეღლება, უბრალოდ გრძნობ წვას ერთ კონკრეტულ ადგილას, აი როგორც ორთქლით დამწვარი. მაგრამ აი ეს ტკივილი რაც მენჯიდან კოჭამდე მომწარებდა, აი სულს მიმწარებდა, აღარა მაქვს. არ ვიცი რა მქნა, როგორ ქნა, რამე, არ ვიცი. ფაქტი არის, რომ აღარ მაწუხებს. ღმერთს მადლობა, იმიტომ რომ სულს მიმწარებდა ეგ. ხალხო, დილა არ გეკონოთ, შემამლებს ვერ აქ საქმე კარგად. ხო და ეგრე. ეხლა ვიყავი წამოწოლილი. უთოთ ძალიან ცოტა ხამ აქვს, მაგრამ ეხლა ფიზიკურად ვეღარ ჩავხდა, დაბანილი ვარ. ეხლა რო უთოთ ჩავხდა, შეიძლება ამოვწყდა, ამოვქრე ეგრევე. რაც დავაუთო ეს საკმარისია. ხო და რა გავაკეთე მეთქე, მოდი ვიდეოს ჩავწერთ ხო რა, ეს ხალხი ხო მელოდება, ჩემი საქმეა, ასე თუ ისე ვალდებული ვარ. წერთ პირადში, აბა კიდე მოხვალ თუ იქ ახარ უკეო. არა ვარ იქ. ჯეჯობებში ვაქარ. ოჯახის წევრები და ისინი უკვე სანადლეობებს დებენ, როდით დაიბადება. ბარბარემ ან 6-ში, ან 7-შიო. ლაშამ 4-შიო. ნინო რა ვიცი. ივანე ყოველდღე ელოდება. აი იოანეს აქვს სხვანაირი ემოცია ამწუთას. ამწუთას კი არა დაიცოცხლება ხან სააკაშვილი და გავაგრძელება. ელოდება, ანუ ესენც ყველა ხო ელოდება, აი ხალხო, ესეთი რაღაცა გეგონება იყოს პირველი შვილი, იმდენად ელოდება ყველა. და აი იოანე გამოხატავს, რომ ელოდება კი არა ერთი სული აქ რო აი. იმიტომ რომ მოდის მეფერება. აბა სადახარ ისე უნევს, უკაკუნებს, ყურს დამადებს. ძალიან თბილია იოანე. ბარბარე ხელს ვერ მატებს ეშინია. წინაზე დავადებდი და რომ იქიდან კონტაქტი მიიღო, აი ძალს ვებეჭირა ეს ხელი. ნინოსაც ააგეგისი, მაგრამ ნინო ჯერ კიდევ ვერ აღიქოვს. იოანე რო ელოდება, არ ვიცი, ეგე თუ ვინმე, ეგე მე მგონი მეც არ ველოდებ. ვაიმე, აი არ ვიცი. გავა ბიჭო დროზე. კურტუმა. სარკე ცოტა მოვატრიალი, ნახეთ. ცერათ ოდნა, ცერათ დავდგი. ან გუშინ დამიწერეს, რომ იქით გადადგიო სარკე, მაგრამ იქით, ანუ აქ დღეშუქი მოდის და თან ეს რომ ინთია, კაი, ამას მე მგონი ისევ აქ გადავიკან. იყოს ჩემ. ხო და ეს უთოს წყალია. სადმიდგა. ხო და იქ სადაც დგა ის კარგია. მოკლედ სანამ რაღაცას დავდგავ ხოლმე ზოგადად განვიხილავ, რომ სად დავდგა თეორიულად, პრაქტიკულად ისე თუ ასე და ისევ დგავ ხოლმე, ასე რომ
იქით დადგომოც განხილული იყო უბრალოდ აქეთ ვარდში. აი იქ რაღაცა ზის თუ მეჩვენე. არა, ტელეფონს რაღაცა. ესე იგი ეს არის რკინა, რომელიც გამომიწერა წინა 2 კვირის წინ. ხო, იმიტომ რომ აი ზუსტად მე-14 უნდა ავიღო ეხლა. ზუსტად 2 კვირა ამას ვსვავ. და 2 კვირა დამრჩა, ანუ ბოლომდე უნდა დამალეინონ. ბოლომდე 15 რიცხვამდე. ერთი ესეთი ამინდი და შეგიძლიათ გამასვენოთ. ოღონდ ღმერთს მადლობა, რომ წინა წლებში რა სიცხეებიც იყო, ეგეთი არ არის. ამ მდგომარეობაში რა ვიყო? აუ რაღაცა რომ დავარდება იმის აღება რა მურტალი რამეა. ესე მდგომარეობაში რა ვიყო? სიცხეს ყველანაირად უდვილად ავიტანდი. ეს არის სხვანაირი რკინა, სხვათა შორის. წინაზე ხო გახსოვთ იჟოგა რომ აუზედურებდა. სხვათა შორის ამას წინათ მქონდა ერთი დღე, ოღონდ ვაბრალებ რავი რაღაცა ვჭამე ეტყობა. წიწაკა. შაურმის წიწაკა. ზუსტად ვიცოდი რომ მომკალავდა, მაგრამ იმდენად მომეწონა რომ ხო, მაგრამ იმას ანოტაციაში სხვა დამიწერეს, რომ რკინას ზოგადად აქ ეგეთი უკუჩვენებაო და რო წავიკითხე პირველი რაც ეწერა იქ იყო ეგ სიმჟავე, მომატებული მგრძნობელობა და დამბლავებდა. ხო და ეს ეტყობა არ არის ეგეთი. ფაქტია 2 კვირა ვსვავ და არ შეუწუხები ვარ ის დავიწყე თუ არა დამადამბლავ. ეხლა ნახოთ გვერდითი მოვლენები. იშვიათად შესაძლებელი ალერგიული რეაქციების გამოვლენა. всё. გორჩ. რა ის იჟოგა, არაფერი. აი ეს. სხვა შორის მე მგონი 50 ლარამდე ღირდა. სხვა არაფერს არ ვსვამ. ეს არ ვიცი ეხლა სავარაუდოდ არ მგონია მართლა 2 კვირა გავჩერდე, არ ვიცი ხო ვერ გავქაჩა 2 კვირა, იმიტომ რომ აი უკვე მაწუხებს. ჯერ ღამე, ვაიმე ცალკე სპორტის სახეობა ეგა. გადაბრუნდი და გადმობრუნდი. როცხელა ხო ვერ ისვენებ და აი რა ვიცი, ხან თავი იქით მაგ, ხან აქეთ ამაკ. ხან ფეხებში ვარ ახლა რთული ლაშასთან. იქ. ხო და აი ეს გადაბრუნება, ვაიმე, იმაცი არ მახსოვს ესეთი რაღაცა, მაგრამ ეხლა არის კოშმარი. აი ეს შვები კუს რო გადააბრუნდა ხელფეხს და თათებს რო იქნებს ხო იცი ან რა ვიცი ჭიები რო არიან ზურგზე რო დაწევიან და უშველეთ აი ეგ მომდის ხო აი რაღაც ახალ მერამდე ჩამოვყარი აი მიდედა ბიძინას ქათმები ავალია ხოლმე მინოს და ბიძინას საღამოთი ეგენი შეყრიან ხოლმე ჭუჭელს დავიწყე. ეხა კიდე კაი ხახნო აი ეს ნიკოლოზის დროინდელი მაცივარი მაგ. არ ვიცი რამდენად შეგიმჩნევიათ მარანში კომპოტები სადაც მაგ და რაღაცა იქ რომ მაცივარი მიდგა. ანუ მართლა ნიკოლოზის დროინდელია და შემირცხვეს Samsung-ის 10 წლის ნახმარი მაცივარი ყველაფერი. ანუ საყინულე არა, საყინულე მუშაობს, მაღლა გაითიშა. ანუ შუქიანთია, ვითომ მუშაობს, მაგრამ გამოვიტანეთ ყველაფერი და ნიკოლოზოს მაცივარი მუშაობს ახლა და თუ რამე საჭმელი იყო შევალაგეთ იქ. რაც რამე გაფუჭებადი იყო. ასე რომ, ნუ ეხურები თქვენ ნიკოლოზოს მაცივარს. შენიათ გადაგვარჩინა. ხო და ეგ. ნინო ნინო არა დაბლა აი პანჯერას აგრილდა არა ნუ ისე რა რომელი საათი
9-5 წუთია და ისე რა აგრილი. გაწვიმდეს ხო შეიძლება გეფცები რომ გაწვიმდეს გავალ და სკამს დავდებ და დაბჭდები გიჟივით იქ. ეს ჩანთებიც როგორ მელოდებია რისთვის ჩავალაგეთ გას საბის. ან იცი რის წარმოდგენა კი არ მიჭირს, ანუ არა, მიჭირს არა, აი წარმოუდგენელია. ვერ წარმოგიდგენია. რომ აი ის აი ნინოსგან დავიწყებ 12 წლის უნდა გახდეს, ხო? ხო და აი ეს პერიოდი რო გავია, უკვე დალაგებული რო გაქვს სიტუაცია, იქ სკოლა, იქ სასწავლებელი, იქ რაღაცა, იქ როცა გინდა წამოწვევი ადგები, იქ როცა გინდა საჭმელს გააკეთებ, რაღაცა რა, ანუ უკვე შენ თავზე რომ მოირგე ცხოვრება იმ ხრივ, რომ მოსწრებაზე რო არ ახარ. ნუ რა ვიყავი ხოლმე რაღაც მომენტში, ხა ხო ბავშვები რო სკოლიდან მოვლენ ხომ და საჭმელი სასმელი რაღაცა. მაგას არ ვამბობ, ანუ აი შენზე რო აღარ იქნები დამოკიდებული, როდის დაიძინა, როდის გაიღვიძე, როდის გაიქცე, როდის გამოიქცე. და აი თითქმის უკვე ბოლოში რო ხარ მისული და ჯერ კიდე ვერ ივიაზრებ, რომ ეგ ამბები მელოდება წინ, თუმცა ერთი სული მაქვს. იმდენად აი მოტივირებული და იცი როგორ აი იმაზე რო დგახო, იცი ფინიში არა, სტარტთან რო დგახარ და გასროლას რო ელოდები. აი მაგ მომენტში ვარ ზუსტად რომ გავიქცე. მაგრამ რა ვიცი, აბა არ უნდა. არა და ზუსტად ვიცი ვეღარ ეტევა. მაგრამ არ უნდა, გადაწყვიტე რომ არ უნდა. ჭკვიანიც არის ამ სიცხეში რა უნდა. ჰაერიც მიჭირს სუნთქვა სიცხეში. კოშმარი. მეგონა ხოლმე რომ მარტო მე ვაზვიადებდი ჩემ თავთან ამ სიცხის ამბავს, მაგრამ იმიტომ რომ აღარ მახსოვდა ივანი და ნინოს ამბავზე ეთორე ბარბარე მაისისაა და ანუ არ გამივლია ისეთი პერიოდი. ხო და თითქოს არ მახსოვდა რა ეს რაღაცა სიცხე და საშინელება, მაგრამ ვიცი რაღაცაზე რო ვფიქრობ ინტერნეტში, სოციალურ ქსელში, ნებისმიერში, გინდა ფეისბუქზე, გინდა ტიკტოკზე გიყრის რაღაცა მსგავს ვიდეოებს, რომ აი მასე იყო ფეხმძიმობის ამბავი რომ გავიგე. მე აი გიგონება რაღაცა სულ ეგეთ რაღაცებს მიყრიდა ხოლმე პატარებზე, ბავშვებზე ახალდაბადებული. ეხლა კიდე პირიქით ივეებს რომ ისა ხალხი რო წუწუნებს ცხელა და ამ დროს შენ ფეხმძიმეთ არ ახარო. რა? უბრალოდ ანუ ვინც წუწუნებს ის ფეხმძიმეთ არ არისო და რა აწუწუნებსო რა. აი ლაშა ცხოველი ტანს სიცხეს და ვერც ერთი, მაგრამ წეღა რო ისხდნენ და ბედნიერები იყვნენ, აი მე მეგონა რომ ეს რაღაც ცეცხლი მეკიდა და ისე ვიჯექი შუაში ახლა. ლოშატკისკოს თითქოს არ იძურის ნიავი გაიგე და მე ვიჯექი შუაში. აი ხა იცი როგორ მაქვს მცელი? დაჭიმული, თლიანად, აი ანუ რბილი არსად არ არის. მაგას ვეუბნები ამ დალუწვის, რომ ვეღარ ეტევი შვილო, გამოდი გარეთ. გაგაფოფინე ფორსაწოლიანში, გაიზმორე, გამოიზმორე, ვიბირა პატარი ბიერი ღოლი. პატარა კურტუმი იქვე რო ფეხები აქვს, იქვე ხელები აქვს, ყველაფერი რო იქვე აქვს. ხო და ერთი რა უნდა მოვასწრო კიდე. საქმე და რამე არა. ზოგადად ხო ამ ემოციებში და იმაში ისე გადის დრო, ისე გადის ის ერთი თვე ვერ იგებ. ისე იზრდება. ამიტომ აი ესე ის თვეში უნდა მოვასწრო ამის ისე ჯმუჯმნა. იმიტომ რომ ეგეთები მეყვარს. ბარბარე მეუბნება წეღა რომ დედაო რო დაიბადებაო მამა არ მიუშვაო არა კოცნინო წვერიანი კაცები არ მიუშვაო. რა წარმოიდგინეთ რომ დაიბადება და ლაშა სუტყი არ მიხვიდებეთ. ხო გამტყორცნა ფანჯრიდან. არა არ უყვარს ეგეთი რაღაცები. რომ ანუ
პატარა როგორ უნდა იცაქნე ის კანზე და რაღაც არაშვები. კოცნარც მე მიყვარს სუნი. არა, გულან ვაკოცებ, ჯო კოცნი, მაგრამ ვიზო, მაგრამ ზოგადად ხო, ახალშობილს არ უნდა აკოცო. მithumedes სამ პერიოდში. პატეჭუდეს. წავედი ხა გავირი გამოვიაროთ და ხანი დაბლაბა. ჰაერი კი არ არის, მაგრამ მაინც. ჩავიდენანი მარტო გაიქნება. დილას ყავა მოვიდუღე არ მესიამონა და დავდე ხა მე და ბიძინამ ერთად დავლეთ ბარბარე მოგვიდუა. ისე უაზროდ ვჭამე რაღაცეები რომ всё ხა დავამთავრე აღარაფერს არ შევჭამ. მართლაი ვერ ვსუნთქავ. ოღონდ ხო გეუბნეთ ანუ პური და ეგეთები არ მიჭამი. აი დილას რო ვიდეოს რო წერდი და 3 ნაჭერი მე მიყვარს ძვლიანი ხორცი. წვადით ძვლიანი მიყვარს და სუცდრებ ხოლმე ეგეთი ვიპყო. რა იყო ის უპურად ვჭამე, იმიტომ რომ არ მიყვარს. წვადის თითქოს პური აფუჭებს. ის პური მიყვარს აი რითიც ჩამოცლი, ხო იცი? აი ეგ. ხო, დილას არ მიჭამია და მაგის მე მართლა არაფერი მიჭამე, საზამთრო ვჭამე, ნესვი ვჭამე და ის რაღაცა ჩიფსივით რაღაცა სუნელებიან რაღაც ვჭამე, მაგრამ აი თითქოს უკვე რომ აღარ გეტევა ეგეთი მომენტი, ბევრი არ მიჭამია, მაგრამ ეს ხო ამცირებს ზეწოლა რო აქვს. ბარიატრიას გიკეთებს. ხო და არც აღარ შევჭამ. წყალს უაზროდ. ხო და წავედი აბა ეხლა და იქნებ. ცოტა გავიერ გამოვიერ, მე ამოვალ დავწვევ დავიძინებ. ისე რაღა დაგიმალოთ და გუში მართლა მეგონა რომ წავიდოდი. იმდენად აი რაღაცა მომივიდა. რომ ლაშა ცეჭვის თვალით მიყურებდა დაელია თუ არ დაელია და მე რომ გადაიარა დალია რამდენიმე ჯიგა. რო დამინახავს ხოლმე და მანა წავიდეთ. მე ვთხარ ის ცოტა შავად საქმე მოვრჩეთ რომ წავიდეთ. ბავშვი გველოდება რომ რემონტი დავამთავროთ. არა ვერ მოვასწრებთ შანსი არ არის. აი მაგას 1-3-4 დღე 3 დღე მაინც უნდა რომ თქვას ლაშავ რომ всё შპაკალდა შკურკა მორჩა. და აი მე ყველაფერი ხო ნაყიდი გვაქვს ხალხო, ყველაფერი ნაყიდი გვაქვს. აი 3-4 დღე კიდე უნდა რომ ჭერის ქაღალდის მე აი ეს თეთრი ეკრება, აი ხო კუთხეებში რომ აი ეს ეკრება, მე ერთად იღებება. მე შპალერი და მე იატაკი. ანუ თითო დღე რო თითოზე გადაანაწილო. მოვჩებით. მაგრამ ჩავთვალო რომ 5 დღე, 6 დღე. რავი. ნახოთ. ხვალია 3. ხო? კი, ხვალია 3. ხვალ არავინ არ ელოდება. მეც არა მაქვს ჩემი გათვლები, უბრალოდ ვიცი რომ უკვე ბოლოში ვარ მისული. ეს ბოლო 1 კვირა იქნება თუ 2 კვირა არ ვიცი, მაგრამ აი ბატყობ უკვე რომ всё. 4-ში თქვა ლაშამ, 5-ში რომელიღაცა თქვა, 6-ში და 7-ში, 5-ში ნინომა თქვა მგონი. 6 და 7-ში ბარბარემა თქვა, ის თავი დაიწინაურა და 2 დღე თქვა. ხო და რავი. მსგავსებაც რაც შეეხება ერთადერთი შეგრძნება მაქვს რომ ივანეს უნდა გავდეს. რავი რატომ აქ ეგ მომენტი არ ვიცი. რადგან ვიცი რომ ტუჩები აქვს დიდი, ივანეს ქონდა ეგეთი დიდი ტუჩები ქონდა. ხო და ნახოთ რა ვიცი რა იქნება. წაველი ხლა. ბედნიერი ერთ დღე ყველას. ნახოთ ხვალე. სად გაგვითედება ან დაგვიღამდება. წავედი. ერთადერთი რაც აქვს გასამზადებელი უბრალოდ უნდა გამოვიყო და ესე დავდო და მე ვეტყვი ბარბარეს რომ გამოსაყვანად რომ წამოხვალთ ეს წამომიღე ჩემი დასაცმელი. თორე ეს სადა. აიღე გაიქეცი. დავით.